ჩაინიკებისათვის, ანუ ძალიან მარტივად მინდა რომ კიდევ ერთხელ ავხსნა, თუ რატო ვართ ჩვენ ქართული რესპუბლიკის წევრები, ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქების წინააღმდეგი. პირველი და ყველაზე მარტივი. ამ პროექტს ყავს მხოლოდ 3 ძირითადი ბენეფიციარი და აქედან არც ერთი არ არის ქართული ხალხი. პირველი და მთავარი ბენეფიციარი ბუნებრივი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ საერთოდ არ არის შემთხვევით ის ამბავი რომ ივანიშვილი რომელიც როგორც წესი თავის სასახლეებში იმალება პირადად და პომპეზურად შეხვდა არაბ შეიხს. მაშინ როდესაც ის როგორც მინიმუმ ღიად არ შეხვედრია აქამდე არც ერთ სხვა დელეგაციას. რაც აჩენს აბსოლუტურად ლოგიკურ ეჭვს რომ ამ პროექტში ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესიც არსებობს ძალიან სუყე ატკატის სახით. მისი რეჟიმის სარგებელი ამ პროექტში კი ის იქნება რომ კი ბიუჯეტში ამ პროექტით გარკვეული დამატებითი თანხები შევა. თუმცა მათი გამოყენება მოხდება ამ უკვე საკმაოდ სუყედ გაზრდილი მოსამართლეების, პარლამენტარებისა და მინისტრების ხელფასების კიდევ უფრო გასაზრდელად თუ დასაფინანსებლად. ასევე შესაძლოა თუ სუსის იმ ჩინოვნიკებისათვის პრემიების მისაცემად, რომლებიც დევნიან, იჭერენ, უსმენენ ყველას, ვინც რეჟიმის წინააღმდეგია. მსგავს რეჟიმებს ყოველთვის ჭირდებათ რაც შეიძლება ბევრი ფული ქეშად. იმიტომ რომ ერთადერთი სიწმინე და ღირებულება, რის ხარჯზეც ინარჩუნებენ ისინი თავიანთი ქვეშევრდომების ერთგულებას არის ფული. მეორე ბენეფიციარები კი იქნებიან რეჟიმის ეგრეთ წოდებული კარის ბიზნესმენები, რომლებიც შემდეგ მიღებული მოგების ნაწილს სიამოვნებით უბედნიერად რიცხავენ ხოლმე ქართული ოცნების სალაროში. როგორც თავად გითხრა კობახიძემ, ამ პროექტის შემსრულებლები იქნებიან ქართული სამშენებლო კომპანიები. თუმცა ვფიქრობ, ყველა მშვენივრად ვიცით, რომ აქ შემთხვევითი და პატარა კომპანიები ვერ მოხვდებიან. ამ პროექტის მეშვეობით კიდევ უფრო გამდიდრდებიან ის მცირე პრივილეგირებული ბიზნესმენები, რომლებიც თავის მხრივ აუცილებლად დააფასებენ ამას და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს რეჟიმის ძალაუფლებაში და მათ რაც შეიძლება დიდხანს შეძლონ ამ პრივილეგიების სარგებლობა და გამდიდრება ხალხის ხარჯზე. მესამე ბენეფიციარი კი რა თქმა უნდა იქნება ეს არაბული კომპანია, რომელიც ხელთ იგდებს საქართველოში უნიკალურ მიწებს. მსგავსი მიწები აღარ არის დარჩენილი არც შავი ზღვის პირეთში და არც თბილისის შემოგარენში. როგორც დასაწყისში ვთქვი, ამ პროექტის სარგებელს მხოლოდ მიიღებს ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი, მცირე ბიზნესმენების ჯგუფი და უცხოური საინვესტიციო კომპანია. ქართული ხალხის სარგებელი კი ამ პროექტიდან იქნება ნულოვანი ან მინიმალური. მეორე მიზეზი თუ რატომაც ვეწინააღმდეგებით ამ პროექტს არის ეკოლოგია. და როდესაც ეკოლოგიაში ვსაუბრობთ საქართველოში, ეს არის საერთოდ სხვა განზომილება და არ აქვს კავშირი იმ რაღაცა მწვანე ეკოლოგიასთან თუ ეკონომიკასთან, რომელზეც ევროპაში საუბრობენ. საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში 30%-ით არის გაზრდილი კიბოს შემთხვევების რაოდენობა. ხოლო სუნთქვითი ორგანოთა დაავადების შემთხვევები ორჯერ, ანუ 100%-ით არის გაზრდილი იმავე პერიოდში. ხოლო როგორც ვიცით, ეს დაავადებები და მათი რაოდენობა პირდაპირ არის კავშირში იმ გარემოსთან და ეკოლოგიასთან, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. თბილისის ევროპის ქალაქებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მწვანე საფარის ფართობით. სწორედ ამიტომ ჩვენთვის წანისის ტყეპარკის განვითარებას ჰქონდა სასიცოცხლო მნიშვნელობა და ეს ჩემი სიტყვები არ არის. წანისის ტყეპარკის განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თბილისი არ დაინდო არც ერთმა მერმა და არც ერთმა მთავრობამ. 35 წლის განმავლობაში წლიდან წლამდე ქალაქში მცირდება მწვანე საფარი და მას ანაცვლებს ახალი ბეტონის შენობები. წანისის ტყეპარკი კი არის უკანასკნელი მიწის ნაგლეჯი, სადაც თბილისის შემოგარენში მსგავსი პარკის და მსგავსი პროექტის განხორციელება შეიძლებოდა. და რაც არ უნდა გვესაუბრონ იმის შესახებ, რომ აქ დარჩება პარკები და გამწვანება, მას შემდეგ რაც აქ აშენდება კორპუსები, საცხოვრებლები, ეს კაფეები თუ სავაჭრო ცენტრები, თავისი გზებით, პარკინგები და საცობებით, ეს ტერიტორია უკვე ვეღარ შეასრულებს ვერც იმ ფუნქციას, რაც ეხლა აქვს მას და მით უმეტეს იმას, რომელიც შეიძლებოდა ქონოდა აქ პარკის მოწყობის შემთხვევაში. რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ორივე ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას და კიდევ უფრო გააუარესებს იმ გარემოს და იმ დაავადებათა რიცხვს, რომელიც უკვე ისედაც ყველა ანტირეკორდს ხსნის. ანუ ქართული ხალხი ამ პროექტით მიიღებს კიდევ უფრო დაბინძურებულ ჰაერსა და ქალაქს. კიდევ უფრო ნაკლებ სივრცეს საკუთარი შვილების ბუნებაში გასასეირნებლად და კიდევ უფრო ჩაბეტონებულ ქალაქსა და რეჟიმს. და მესამე, მაგრამ არა უკანასკნელი. მოდით ყველანი შევთანხმდეთ, რომ საქართველო დგას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე. დგას ქართველი ერის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს და ვერც ერთი ცალკე აღებული საკითხის გადაჭრა ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას. თუმცა, როდესაც ასეთ დროს ქვეყანაში სახელმწიფოს შემოყავს კომპანია და ინვესტიცია, რომელსაც არ გამოარჩევს არანაირი ინოვაცია და რომელიც ცნობილი და გამორჩეული არის მხოლოდ იმით, რომ როგორც კობახიძე თავად ამბობს, კომპანიას აქვს კარგად დაწყობილი გაყიდვების ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ანუ თავად გვეუბნებიან, რომ ეს კომპანია ორიენტირებულია იმაზე, რომ შექმნას და ააშენოს ისეთი ტიპის უძრავი ქონება, რომელსაც პირველ რიგში გაყიდის უცხოელებს. და როდესაც ამ მითიური მილიარდების ინვესტიციაზე გვესაუბრებიან, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მილიარდებიდან მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯება ამ პროექტის საზღვარგარეთ რეკლამირებაზე. ანუ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოელი დაარწმუნონ იმაში, რომ ჩამოვიდეს და იყიდოს საქართველოში უძრავი ქონება, რომლებიც კი არ ისარგებლებენ არანაირი დამატებითი პრივილეგიებით, მაგრამ ისარგებლებენ იმ
კანონით, რომელიც უკვე არსებობს საქართველოში და რომლის ფარგლებშიც მხოლოდ 300,000 ლარის ღირებულების ქონების შემთხვევაში ისინი იღებენ საქართველოში ბინადრობის უფლებას. და ვიცით ისიც, რომ მათ უკვე დაწყებულიც კი აქვთ ეს პროცესი და ამ პროექტის საზღვარგარეთ რეკლამირება. ამ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ პროექტის განხორციელების წინააღმდეგია. ამიტომ ჩვენ მოძრაობა ქართულ რესპუბლიკას, რომელსაც გვაქვს მიზანი და ამბიცია ვიყოთ პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ ქართული ხალხის ინტერესების გამტარებელი და მათი სათქმელის გამხმოვანებელი, ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერანაირი სხვა პოზიცია. ასე რომ კიდევ ერთხელ არა არაბულ ქალაქებს და არა ქართული ხალხის ნების ფეხქვეშ გათეულს.